იცი როგორ აცილებს მონადირეს პილოს ბელს მის მშობლებს? ისინი არ ფიქრობენ დიდხანს, არ სვამენ დიდხოთს. მათ ან კლავენ დედას, ან აფრთხობენ თელ ჯოგს და ბელს ტოვებენ შეშინებულსა და მარტო. ეს სისასტიკეა. ადამიანებში კი ეს კიდევ უფრო შემოქმედებითი ხდება. დამცირების რიტუალები, ცილის წამების კამპანიები, მუდმივი და დაუნდობელი თვალთვალი, უკანონო პატიმრობა ფსიქიკური ჯანმრთელობის კანონების სახელით და საოჯახო სასამართლოების სისტემა, სადაც ვინც გადაიხდის, ისიგებს. ყველაფერი ოჯახის დასაშლელადაა გამიზნული. ასე ამტრევენ უდანაშაულობს. ასე სარგებლობენ შიშის სისტემები. მაგრამ მომისვინეთ, ჯვარი ვერ იქნება ერთდროულად როგორც სასჯელი, ასევე ხსნა. როგორც იესომ თქვა, ვინც מחვილს იღებს, מחვილითვე დაიღუპება. ამიტომ მე ვსაუბრობ სიკვდილზე. სიკვდილი ამქმედებებს, სიკვდილი სისტემებს, სიკვდილი ყველას, ვინც უარს ამბობს გამოსწორებაზე და კეთილის კეთებაზე. და მე ვსაუბრობ სიცოცხლეზე. სიცოცხლე უდანაშაულოებს, სიცოცხლე ბავშვებს, სიცოცხლე ქმნილებას, სიცოცხლე ყველას, ვინც ჭეშმარიტად მიდის, რადგან სიყვარული ერთადერთი გზაა, რომელიც მიგნოყანს.